გამარჯობათ. დღეს ვისაუბრებთ მალტოდექსტრინების შესახებ. მალტოდექსტრინი სახელად ჰქვია ნივთიერებათა ორ ჯგუფს, რომელთაგან ორივე არის გლუკოზის პოლიმერი. ორივე გამოიყენება საკვებდანამატად, თუმცა მათ აქვთ განსხვავებული სტრუქტურა და კვებითი ღირებულება. ერთი ჯგუფი ეს არის მონელებადი მალტოდექსტრინები და მეორე ჯგუფი მონელებისადმი მდგრადი მალტოდექსტრინები. მსგავსი რამ ბუნებაშიც არსებობს. ცელულოზა და სახამებელი ორივე არის გლუკოზის პოლიმერი, მაგრამ სახამებლის მონელება ხდება ჩვენი საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, ხოლო ცელულოზის არ ხდება. პირველი ჯგუფი მონელებადი მალტოდექსტრინები, მათი მონელება მართლაც ძალიან სწრაფად ხდება. მათ მართლაც მაღალი გლიკემიური ინდექსი გააჩნიათ, როგორც ჩანს ბატონ არუნს მხოლოდ ამ ჯგუფის შესახებ აქვს გაგებული. რაც შეეხება 180 გლიკემიურ ინდექსს, რითაც ბატონი არუნი გვაშინებს, ეს არის უბრალოდ ტყუილი. შეიძლება გაფუჭებული ტელეფონი ადამიანმა არასწორად გაიგო ან არასაიმედო წყაროდან რაიმე, შეიძლება სულაც დოქტორ ბერგის ბლოგი მოისმინა, ხოდა შეცდომა ვის არ მოსდის. ამიტომ საბოლოო ჭეშმარიტებად მის ნათქვამის აღქმა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მალტოდექსტრინის გლიკემიური ინდექსი 105-ს არ აღემატება, ზოგიერთ სამეცნიერო შრომაში 120-ს ასახელებენ, მაგრამ ეს უფრო გაზომვის მეთოდიკის სხვაობებით არის განპირობებული. მონელებადი მალტოდექსტრინი იყოფა სამ ჯგუფად და მის მახასიათებელი სიდიდე არის დექსტროზის ეკვივალენტი. დექსტროზა იგივე გლუკოზაა. აღინიშნება D. Так, პირველი ჯგუფი ეს არის დაბალი დექსტროზის ინდექსის ასე ვთქვათ, დექსტროზის ეკვივალენტის მქონე მალტოდექსტრინები, რომელთა დექსტროზის ეკვივალენტი არის ნაკლები 10-ზე. აი ასეთი მალტოდექსტრინების გლიკემიური ინდექსი მხოლოდ 50-დან 70-მდეა, თუმცა ეს მაინც მაღალია. ეხლა საშუალო დექსტროზის ეკვივალენტი ეს არის 10-დან 20-მდე დიაპაზონი, ასეთი მალტოდექსტრინების გლიკემიური ინდექსი უფრო მაღალია და არის 70-90-ზე. და მაღალი დექსტროზის ეკვივალენტი, როდესაც 20-ზე მეტია, აი ამათი გლიკემიური ინდექსი არის 85-დან 105-მდე. აი სწორედ ესენი გამოიყენება სპორტულ კვებაში. მაგალითად, როცა სისხლში გლუკოზის დონის სწრაფად აწევა არის საჭირო. რატომღაც. ეხლა სხვა თემაა, რომ პროფესიონალური სპორტი, ასე ვთქვათ, საერთო ჯანმრთელობისათვის მავნია. ეს ამ ვიდეოს თემა არ არის. და რა თქმა უნდა, ესეთი მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე პროდუქტი ჩვენთვის განსაკუთრებით მავნე იქნება, სპორტსმენებისათვისაც არანაკლებად ისინი ხშირად იყენებენ ამას. მაგრამ გარკვეული მიზნების მისაღწევად შეიძლება მათ ეს უღირთ. ამას მე ვერ გეტყვით. ეხლა დექსტროზის ეკვივალენტი მალტოდექსტრინების ძალიან მნიშვნელოვანი პარამეტრია, მაგრამ მისი მითითება არ არის სავალდებულო პროდუქტის შემადგენლობაში პროდუქციის ეტიკეტზე. იქ სადაც არის nutrition list. იქ სამწუხაროდ არ ხდება აი ამ DS მითითება. მეორე ჯგუფი არის მონელებისადმი მდგრადი მალტოდექსტრინები. სხვათა შორის ისინიც იგივე ნედლეულისაგან მზადდება, ხორბლის ან სიმინდის ფქვილი ან ტაპიოკა, საიდანაც ამზადებენ მონელებად მალტოდექსტრინებს, მაგრამ ისინი დამატებით მოდიფიკაციას გადიან, რომ მათი დაშლა გლუკოზამდე არ მოხდეს ჩვენი საჭმლის მომნელებელი ფერმენტების მიერ. ამიტომ ამ ნივთიერებების გლიკემიური ინდექსი არის ძალიან დაბალი, იმდენად დაბალი, რომ ის გამოიყენება ხელოვნურ დამატკბობლებშიც, კარგად ხსნადია, გაცხელებას უძლებს, ამიტომ ცხელი კერძების მოსამზადებლადაც შეიძლება იქნეს გამოყენებული. სამწუხაროდ მწარმოებლები ხშირად არ წერენ, ამ დროს ეს მათ ინტერესებშია თეორიულად, მაგრამ ხშირად არ წერენ პროდუქტის შემადგენლობაში რომელი მალტოდექსტრინია, მონელებადი თუ მონელებისადმი მდგრადი. კანონმდებლობა ამას არ ავალდებულებს.
ამ დროს აი ეს nutrition list უნდა იყოს ყველაფრის შემცველი და რაც შეიძლება პატარა ადგილი დაიკავოს პროდუქტის ეტიკეტზე და ამიტომ აი ასეთი დეტალური განმარტება maltodextrinისა რომელი არის ამ პროდუქტში ჯერჯერობით არ ხდება. ამიტომ მომხმარებელი ხშირად შეცდომაში შედის და არ უმხათრესნაირებისაგან შეშინებული დიეტური და დიაბეტური პროდუქტით შეიძლება მავნედ ჩათვალოს. მაგრამ ეს ისევ მისთვის არის ცუდი, იმიტომ რომ მოდი ასე ვთქვათ, სრულიად ნორმალური და დიაბეტისათვის შეიძლება კარგი პროდუქტი უბრალოდ აღარ მოიხმაროს. რა შემიძლია გირჩიოთ? თუ პროდუქტის შემადგენლობაში აქცენტი გაკეთებულია მის დიეტურობაზე, საკვებ ბოჭკოებზე, ნაწლავის მიკროფლორის გაუმჯობესებაზე, დიდი ალბათობით საქმე გვაქვს მონელებისადმი მდგრად maltodextrinთან. და ასეთი პროდუქტი დიაბეტიკებისათვის და ჭარბწონიანებისათვის საშიში არ არის. მერე რა, რომ მის შემადგენლობაში maltodextrinია მითითებული, ეს როგორც ჩანს არის საუბარი მონელებისადმი მდგრად maltodextrinზე. უფრო მეტსაც გეტყვით, იშვიათ შემთხვევებში დექსტროზა, იგივე გლუკოზა შეიძლება იყოს დიაბეტურ პროდუქტებში. კარგად უნდა წაიკითხოთ ეს nutrition list, რომ იტყვიან. როგორც წესი, ეს ხდება შემდეგ შემთხვევებში. პირველი ეს არის გემოს კორექცია და მეორე შეიძლება ასრულებდეს სტაბილიზატორის როლს სხვა ინგრედიენტებისათვის. მაგრამ როგორც წესი, ამ დროს გლუკოზა გამოიყენება ძალიან მცირე რაოდენობით. ეხლა უყურეთ, აი გლუკოზა საერთოდ ნატურალური პროდუქტების შემადგენლობაში შედის, თქვათ იგივე წიწიბურა გლუკოზას შეიცავს. მაგრამ გლუკოზის მითითება პროდუქტის nutrient list-ში, ასე ვთქვათ, პროდუქტის შემადგენლობის აღწერაში ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირდაპირ ხდება სუფთა გლუკოზის დამატება. ამიტომ გლუკოზა არაპირდაპირ სხვა ნუტრიენტებისგან შეიძლება მოხვდეს პროდუქტში და ეს ჩვეულებრივი ამბავია და პირდაპირაც შეიძლება იქნეს დამატებული, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით დიაბეტური პროდუქტებისათვის. და ბოლოს რა მინდა გითხრათ? ნახევრად სიმართლე ზოგჯერ კულზე უფრო ცუდია, რადგან მისი ხილებაა ცოტა არ იყოს ძნელი. თქვენ თუ ის დაიგერეთ, რომ maltodextrin აუცილებლად მაღალ გლიკემიურ ინდექსს ნიშნავს, გამოვა რომ ფაქტიურად აიკრძალეთ დიეტური და დიაბეტური პროდუქტების ნაწილზე წვდომა, რაც ძალიან ცუდია, რადგან დიაბეტიკს არც ისე დიდი არჩევანი აქვს. რაც შეეხება ბავშვთა კვებას, ბავშვის საკვებში მართლაც მონელებადი maltodextrinია გამოყენებული. მაგრამ ეს საკვები ხომ მხოლოდ maltodextrinისაგან არ შედგება, რომ მთლიანად პროდუქტის გლიკემიური ინდექსი იყოს ძალიან მაღალი. შეგახსენებთ, რომ დედის რძის გლიკემიური ინდექსი არის 46, ანუ ძალიან დაბალიც არ არის. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის ხელოვნური საკვების გლიკემიური ინდექსი დაახლოებით იგივე იყოს და თუ ეტიკეტზე ვერ იპოვეთ, წარმოებლის ვებგვერდზე იქნება ინფორმაცია, ან მწარმოებელს უნდა მისწეროთ და ის მოგცემთ გლიკემიური ინდექსის ინფორმაციას. თუ მთლიანი პროდუქციის ბავშვთა კვების მთლიანი პროდუქტის გლიკემიური ინდექსი დედის რძის გლიკემიურ ინდექსთან არის ახლოს, მაშინ მასში maltodextrinis არსებობა პრობლემას აღარ წარმოადგენს. დღეისათვის სულ ეს იყო. ნახვამდის, კარგად გრძანდებოდეთ.